ნანობ რამეს გუჯასთან ურთიერთობაში. სათანადოდ ვერ ვაფასებ ამ ადამიანს, ვერ ვაფასებდი და ვერ ვაფასებ. ახლდა რომ დაიწყო იგივე საერთოდ. აუცილებლად იგივეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე ოჯახი არ მექნებოდა. კაზინოში ყოფილხარ? გითამაშია? 5 წელი თამაშობდი კაზინოში. 5 წელი დღე და ღამე. რწმენის ძალით მე სენი დავძლიე. წაგიგია ბევრი? იქ რო ხარ უკვე წაგებული ხარ. წაგებული გაქვს დრო, ნერვები, შენი პირადი ცხოვრება და ძალიან რთულია მე ამ დაავადებიდან გამოსვლა. კი, ძალიან. ურთულესია. უამრავი ჭორი დადიოდა შენზე პირად ცხოვრებაზე. ძალიან ბევრი მიზეზი მივეცი ხალხს ალაპარაკო. ამის გამო შენ დაგაბულინგეს. მე ვარ ცოცხალი მაგალითი ჩემი შვილებისთვის, როგორი არ უნდა იყო. ისეთი ხასიათი გაქვს, რომ მთელი სამყარო უნდა მოგერგოს და გერგება კიდეც ყოველთვის. აი როგორ ახერხებ? ვინ გითხრა რომ არ გამოვა? რატო გადამიწყვიტე რომ არ გამოვა? ან რატო გადაუწყვიტე შენ თავს რომ არ გამოვა? ცადე? აი რა განცდა გაქვს უსამართლობაზე. არ ვიცი, იმიტომ რომ რაც არ ვიცი, ერთადერთი ის არ ვიცი, ვინ ვარ მე. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Top Travel. ჩვენ გთავაზობთ მაღალი სერვისის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ. მოგესალმებით სტუმრად ანასთან. ეს არის სივრცე გულახდილი საუბრებისთვის. ჩვენ აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ამ საუბრებში ჩვენი თავი აღმოვაჩინოთ. ამისათვის ძალიან გთხოვთ მხარი დაგვიჭირეთ, ჩვენი არხის გამოწერით, გამოიწერეთ ჩვენი არხი და ჩვენ ბევრად საინტერესო სიუჟეტებს გპირდებით. ჩვენ პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში და თუ თქვენც ეძებთ სივრცეს თქვენი კონტენტის შესაქმნელად, უნდა მოხვიდეთ აქ. ეპიზოდის მხარდამჭერია ტურისტული კომპანია Top Travel. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. დღევანდელი ჩემი სტუმარია ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობს და წარსდგენა არ ჭირდება. მოცეკვავე თია დარჩია. თია, გამარჯობა. გამარჯობა ანა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ დღევანდელი ჩემი სტუმარი და პირველ რიგში მინდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ. მადლობა ანა. საოცარი ადამიანი ხარ. მინდა გავიხსენო ის ბედნიერი 2 წელი, როცა მე დავდიოდი შენ სტუდიაში და მახსოვს სამსახურიდან დაღლილი, როგორ გამოვდიოდი, როგორ მეზარებოდა, მაგრამ აი მაინც თავს ძალას ვატანდი და მოვდიოდი. და აი გაკვეთილზე რომ ვდგებოდი, ყველაფერი მავიწყდებოდა. და ჩემთვის ბედნიერება იყო მარტო შენი ყურება. წარმოიდგინე, რაღაც ლეგენდასთან დგეხარ და ცეკვავ. და ყველა შენი გაკვეთილი იყო დღესასწაული. მადლობა. ჩემთვის. ლეგენდა ცოტა ხმამაღალი. არა, არ არის ხმამაღალი ნათქვამი ნამდვილად. და აი მაინტერესებს საიდან ამდენი ენერგია და ამდენი იმპროვიზაცია ყველა გაკვეთილზე. ყველა გაკვეთილი იყო სულ სხვადასხვანაირი. მადლობა დიდი ეს დიდი კომპლიმენტია ჩემთვის. და არა მარტო შენი და შენი დიშვილი, შენი ქალიშვილი, მთელი ოჯახი იყავით წარმოდგენილი მამრების გარდა. კი, და თან გაიხსენე რომ არ ვაცდენდი არც ერთ გაკვეთილს თუ საქართველოში ვიყავი. ხარ ხო, თანამდენ საქმეს აკეთებდი, ასწრებდი ყველაფერს და ბოლოს დაქანცული მოდიოდი ჩემთან და თუ შენ ასე ამბობ რომ ყველა რეპეტიცია განსხვავებული იყო და გავიწყდებოდა ყველაფერი და რაღაცნაირად ახალი ენერგიებით ივსებოდი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარია. ნამდვილად, იმიტომ რომ მე თვითონ იმდენად ხშირად მბეზრდება ყველაფერი, ისე მალე მბეზრდება ყველაფერი, რომ სულ ვცდილობ, რომ მე თვითონ ჩემი თავი გავახალისო პირველ რიგში ახალი თემებით, ახალი მოძრაობებით, ახალი იმპროვიზაციებით, რომ თქვენთვისაც არ იყოს მოსაბეზრებელი ის რუტინა, რაც ცეკვას სჭირდება, ცეკვის სწავლას სჭირდება.
იმიტომ რომ მართლა ძალიან მძიმე რუტინა აქვს ცეკვის სწავლას და ამას თუ ნიჭიერი ადამიანის გარდა თუ ვერავინ ფანატიკურად ვერ შეყვარებული არ ხარ ამ საქმეში, შეიძლება მოგბეზდეს და გაიქცე და აი სულ ეს დრაივი რო მქონდა მე მიხარია რომ შენ ეს აღნიშნე. ძალიან მიხარია რომ ისიც აღნიშნე რომ დაღლილი მოდიოდი აი გადალახე შენი დაღლა სიზარმაცე ყველაფერი და მაინც მოდიოდი და მე უკვე განახლებული ენერგიით მიდიოდი ჩემგან. ეს არის ზუსტად ჩემი დანიშნულება. იქ არ იყო მარტო ცეკვა. იქ იყო ურთიერთობა, სითბო, აი ყველაფერი ერთად. დღესასწაული იყო. თვითონ ცეკვაა ესეთი ფენომენი, ხელოვნების ეს დარგი არის ფენომენალური დარგი. იმიტომ რომ იქ სწავლობ ცეკვის სწავლის მომენტში რამდენად მნიშვნელოვანია შენ გვერდში მდგომთან სინქრონში ყოფნა. თუ გინდა ემოციური, თუ გინდა მოძრაობის სინქრონი, თუ გინდა მუსიკალური აქცენტების, ყველაფერი ერთად ქმნის იმ საოცარ სანახაობას, რასაც მე ცეკვა ქვია. და ეს ერთი ოჯახად შეკრული გოგოები, რომლებიც იქ ერთმანეთს იცნობდით და მე ეს ცხოვრებაშიც გადადის, ყოველდღიურობაშიც, მეგობრობაშიც და კუბოს ფიცრამდე ასე ვთქვათ ერთად რომ ხართ ხოლმე, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ მართლა ვისთან ერთადაც ცეკვა, ვის ადამიანი უნდა გიყვარდეს, სხვა შემთხვევაში ვერ იცეკვებ და ესეც ერთგვარი დიდი გამარჯვებაა და რაც შეეხება იმას, რომ ძალიან გიყვარვარ, ეს არ არის ჩემი დამსახურება, ეს არის ცეკვის დამსახურება, თორემ მე რასაყვარელი ვარ, შენ ჩემზე კარგად იცი. არა. მოკლედ შენში მაქვს ძალიან დიდი ღირსებები დანახული. აი შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ ძალიან ზედაპირული ადამიანი ხარ, მაგრამ არა. უნდა გიცნობდეს ადამიანი, რომ ის ღირსებები, რაც შენშია, ის თავიდან ბოლომდე დაინახოს. უაღრესად ღრმა ადამიანი ხარ. მართლა? კი. არ ვიცი, იმიტომ რომ რაც არ ვიცი, ერთადერთი ის არ ვიცი, ვინ ვარ მე. მთელი ცხოვრება მაგის გამოძიებას დაუთმე. ხარ ძალიან კეთილი. ვითომ, რა ვიცი. კი, ძალიან კეთილი ხარ, უაღრესად ღრმა, უაღრესად ადამიანური ხარ, მაგრამ შენი ხასიათი გაქვს. ხო. ისეთი ხასიათი გაქვს, რომ მთელი სამყარო უნდა მოგერგოს და გერგება კიდეც ყოველთვის. აი როგორ ახერხებ? ამ დროს მე ვფიქრობ, რომ მე ვერ გები ყველას თითოეულ ბავშვს, თითოეულ ადამიანს. არა, ეგ კი, მაგრამ აი არის რაღაცა შენში, რაღაც ხასიათი არის სწავლის, ცეკვის სწავლის აუცილებელი პირობა. აუცილებელი. ეს არ არის ჩემი ხასიათი, ეს არის ჩემი როგორც თეამასწავლებლის ხასიათი. ჩემი ხასიათი კიდე სხვა რამე. კიდე სხვა არის, კი. ანუ ეს ის ხასიათია, რომელიც მე ჩამომიყალიბდა მთელი ეს პერიოდი 4 წლიდან მოყოლებული ახლა 55 წლამდე, რაც აუცილებელია რომ მქონდეს იმისთვის, რომ ჩემთან მოსულმა ადამიანმა დადოს შედეგი, აცეკოდეს. ანუ ეს არის დისციპლინის მოთხოვნა, ეს არის პუნქტუალობის მოთხოვნა, ეს არის მოწესრიგებულობის მოთხოვნა, ეს არის პასუხისმგებლობა, ეს არის გამოიყურებოდე ისე როგორც შეესაბამება ადამიანს, რომელიც ცეკვავს და სცენაზე დგას. ეს არის კოლეგიალობა, ეს არის ერთმანეთის სიყვარულის აუცილებლობა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა ხასიათით მოდის, აბსოლუტურად ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც თითის ანაბეჭდი. და მე აი ამ ხასიათით უნდა მოვახერხო და შევკრა ეს სხვადასხვა ფსიქოტიპები ხვდები იმისთვის რომ ერთად ავაცეკო სინქრონი დავდო და შედეგი დავდო ეს კიდე სხვა თეა ხვდები თეამასწავლებელია რომელიც ისეთი დოზით არის ჩემ ცხოვრებაში უკვე 36 წლის ხდება წელს თედასი 31 აგვისტოს 36 წელი რომ მასწავლებელი ხარ არა აქვს ნიშნობა რისი მასწავლებელი და მით უმეტეს როცა ცეკვის მასწავლებელი ხარ იმიტომ რომ ცეკვა მოიცავს ხელოვნების ყველა დარგს დღეში რამდენ გაკვეთილს ატარებ დღეში 4 რეპეტიცია კალეოდოსკოპი მაქვს მთელი ადამიანების ხასიათების მე მგონი საქართველოში ბავშვი და დასრული ადამიანი არ არის ქალებს გულისხმობ რომლებსაც ჩემთან ერთი თვე მაინც არ უცეკვია და რთულია აი ამდენი ხასიათის ამდენი შინაარსის ამდენი განსხვავებული პიროვნების
ადამიანების ერთ მუშტად შეკვრა, ძალიან რთულია და ერთიანად ამუშავება სინქრონში ცეკვით. ურთულესი რა. თუნლესია და აი ამდენ ბავშვთან გაქვს შეხება, ამდენ მოზარდთან გაქვს შეხება. უნიჭო ადამიანი არსებობს. არის ადამიანი, ვინც შეიძლება რომ ვერ ისწავლოს ცეკვას. აი ერთადერთი რაშიც დავრწმუნდი, ჩემი ამდენი წლის გამოცდილებით, რომ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. ადამიანი თვითონ ბლოკავს თავის თავს. აი ჩემ ბავშვობაში მაგალითად მიიყვანდნენ ბავშვ ცეკვაზე და შეუმოწმებდნენ სმენას, რითმის გრძნობას, იქ მტერბს, იქ პლასტიკას და ასე შემდეგ, მილიონი გარეგნობა და ასე შემდეგ. და შეიძლებოდა რომ თქვათ 7-8 წლის, 4 წლის ბავშვისთვის დაესვათ დიაგნოზი ბავშვის თანდასწრებით, რომ არა, ამისგან მოცეკვავე არ გამოვა. აი ამ გადმოსახედიდან, ჩემი პრაქტიკიდან და ჩემი ამხელა გრძელი ისტორიიდან პედაგოგობისა ვიტყოდი, რომ ეს არის დანაშაული. არ შეიძლება, რომ ბავშვს დაუსვა დიაგნოზი, რომ შენგან მოცეკვავე არ გამოვა, იმიტომ რომ ეს მას ესმის და სამუდამოდ რჩება მის გონებაში. და ერთგვარად კომფორტის ზონას იქმნის, ჩემგან არ გამოვა და რა ვქნა. ხვდები? და როცა ბავშვი ერთად მივა და ეტყვიან არ გამოვა, მეორეს ხელს მოკიდებს ეტყვიან არ გამოვა, მესამეს ცდის და ეტყვიან რომ არ გამოგდის, ეს უკვე ისეთ კომფორტის ზონას ქმნის, რომ ბავშვი ხელს იქნევს ქვეცნობიერში და უბრალოდ აი არ გამოდის ჩემგან არაფერი და რა გავაკეთო იტყვის და ესე რჩება განუვითარებელი, გაუხსნელი და რაღაცნაირად თავის თავში ჩაკეტილი, რომ იცი რა, მაინც არ გამოვა და რა მნიშვნელობა აქვს, რაზე ვიწვალო. ამ დროს მე მაქვს აბსოლუტურად რადიკალური დამოკიდებულება ამის ყველაფრის მიმართ. პირიქით ვებრძვი ამ სიტყვებს. კი, შენთან გამორიცხულია, რომ ვინმეს რამე არ გამოვა. ვინ გითხრა რომ არ გამოვა? რატო გადამიწყვიტე რომ არ გამოვა? ან რატო გადაუწყვიტე შენ თავს რომ არ გამოვა? ცადე? იწვალე? იმუშავე? ოფლიღვარე? ეცადე მაინც და არ გამოგივიდა? აი ის რაც ჩამოვთვალე, აი ეს ყველაფერი, ისეთი დიდი ძალა, ცდელობა, შრომა, საკუთარ თავში დარწმუნება, რომ მე ამას მაინც გავაკეთებ, რომ შეუძლებელ შეძლებს ადამიანი და კიდევ ისეთი ფანჯრები ეხსნება და ისეთი კარიბჭეები იხსნება მის თვალწინ დროთა განმავლობაში, რომ თვითონ ბავშვიც მშობელიც და ყველა შოკში ვარდება, რომ აი ნამდვილად არ გვეგონა და გააკეთა და ბევრ ნიჭიერზე უკეთესად გააკეთა. არ არსებობს უნიჭო ადამიანი. თავარი შრომის მოყარება. ზარმაცი ან ჩაკეტილი ადამიანი, რომელიც თვითონ კეტავს ყველა კარს თავის თავში. და ეს არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. ამიტომ 4 წლის ასაკიდან პლუს უსასრულობამდე სანამ პირში სული გვითკას, შეგვიძლია ვცადოთ ყველაფერი აბსოლუტურად. კი, გეთანხმები აბსოლუტურად. თუ ის მცდელობა იქნება ისეთი მონდომებული, ისეთი გულისხმიერი, გულწრფელი და შრომით მოქარგული, გამორიცხულია რომ არ გამოვიდეს. იმიტომ რომ მე ამის ძალიან ბევრი მაგალითი მაქვს და ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ. არც საკითხულს, არც გაგონილს საკუთარ თავზე, საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე დარწმუნებით ვიცი რომ უნიჭო ადამიანი არსებობს პირიქით და ცეკვა სხვათა შორის აღმოჩნდა ის ერთადერთი და ერთ-ერთი რომ ესეთი კონკრეტული არ ვიყო ფენომენი რომელიც ბავშვი ძალიან ბევრ ნიჭს ხსნის. კი, ძალიან ბევრ ნიჭს. იმიტომ რომ ეს არის კომპლექსური აზროვნება. ეს არის უნარი საკუთარ თავიდან გამოსვლის და საკუთარი თავის დანახვის სამდეში. კი, ეს ხომ მარტო მოძრაობები არ არის. ხო, ეს არის საოცარი ფენომენი, როცა ტვინი ისე სწრაფად მუშაობს. აი როგორც შუქის სისწრაფე, როცა ფიქრობ ყველაფერზე ერთად. სხეულზე, გარემოზე, ნახაზზე, ემოციაზე, პლასტიკაზე, ტექნიკაზე, მანძილზე, ხაზზე, ნახაზზე, მაყურებელზე,
განათებაზე და ყველაფერზე ერთად, აი რა ჩამოთვლის იმას, რაზეც შეგიძლია ცეკვის დროს ერთდროულად იფიქრო. ისე რომ ძალიან ხშირად მსმენია, რომ ოჯახს არ აქვს საშუალება და არჩევანს აკეთებს ინგლისურზე ატაროს თუ ცეკვაზე. აუცილებლად ჯერ ცეკვაზე. და მე ინგლისურსაც ისე ისწავლის, წყალივით მიიღებს. გეთანხმები. ყველა ადამიანი გიყვარს თეა? ყველა უპირობოდ. მართლა? უპირობოდ ყველა მიყვარს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც მლანძღავენ, თხავენ, შეურაცხყოფას მაყენებენ, მამცირებენ უმოწყალოდ. აი რა განცდა გაქვს უსამართლობაზე და რა რეაქცია? იცი რა არის? ეს არის მხილება, ერთგვარი, ეს არის ჩემთვის მე ქებას მირჩევნია მლანძღოს ადამიანმა გულწრფელად რო გითხრა. ქების დიდად არ მჯერა, იმიტომ რომ დღეს გაქებს და ხვალ შეიძლება მიწასთან გაგასწოროს. მაგრამ ის ვინც მლანძღავს, ის მახედებს საკუთარ თავში, საკუთარ სარკეში. და мотивაციას მაძლევს, რომ იმაზე უკეთესი ვიყო ვიდრე ვარ. და ქება გადუნებს. ქება ხიბლში გაგდებს. ქება გაჯერებს აი რაღაცებს და მე ეს საკუთარ თავში დაჯერებულობა ძალიან გატორმუზებს ცხოვრებაში. გაბრკოლებს. ისე რომ მადლობა ყველას. ანუ შეგიძლია რომ ყველა ადამიანს ყველაფერი აპატიო? ხო, იმიტომ რომ ძალიან მოკლე ფორმულა მაქვს მე. აპატიერო გაპატიოს ღმერთმა. რაც მეც ვაპატიებ, მით მეც შეცდომას მაპატიებს ღმერთი. თია, ეხა მინდა, ნუ ყველამ ვიცით, რომ არაჩვეულებრივი მეუღლე გყავს, გუჯა და ყველამ ვიცით, როგორ გედგა გვერდში შენი ამ წლების განმავლობაში. აი მაინტერესებს ნანუp რამეს გუჯასთან ურთიერთობაში? კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ რამეს, იმიტომ რომ ეს ადამიანი მე კი სუგრძნობებზე აწყობილი პიროვნება ვარ. აი რაღაცას გრძნობ და მე ამ ჩემ გრძნობას ვკითხულობ წლების განმავლობაში. მართალი გრძნობა იყო თუ ცდარი. ესე იგი მისი გაცნობით და დანახვით ვიგრძენი, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელთანაც მე მთელი ცხოვრება შევძლებდი ცხოვრებას. რომელსაც მე გაუჩენდი შვილებს და რომელიც იქნებოდა უზადო მამა. ეს არის ადამიანი, რომელიც მე გამიძლებდა, იმიტომ რომ არ ვარ იოლი ადამიანი, რომელიც გაუძლებდა იმ ჩემს მოგზაურობებს, თვეობით აქ არ ყოფნას, გაუძლებდა ყველაფერს, რა გამოწვევებიც შემგან ექნებოდა. და აი, რამდენი წელი გავიდა, 35 წელი გავიდა და ეხლა უფრო ვწმუნდები, რომ მაშინ რასაც ვგრძნობდი მართალი ვიყავ. ახლდა რომ დაიწყო იგივე საერთოდ? აუცილებლად იგივეს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მე ოჯახი არ მექნებოდა. და ნანოფ იმას, რომ მე სათანადოდ ვერ ვაფასებ ამ ადამიანს, ვერ ვაფასებდი და ვერ ვაფასებ. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომლის მსგავსი მე ჩემ ცხოვრებაში არავინ არ შემხვედრია. საოცარი ადამიანი. სასწაული პიროვნება, უთავმდაბლესი. კი. უთბილესი, უტკბილესი და უსაყვარლესი პიროვნება. და მადლობა ღმერთს ამისთვის. მადლობა ღმერთს გუჯასთვის. საყვარელი ხარ. აი, ძალიან ისეთი ცხოვრები ცხოვრობდი. აი, ბევრი ყველას გვაქვს ხო სიგიჟეები ჩადენილი. შენ განსაკუთრებით ისეთი ტიპი ხარ, რომ აი, ბევრი სიგიჟე გექნება ჩადენილი. რაღაც მომენტში ბოჰემური ცხოვრებითაც გიცხოვრია. აი, მაინტერესებს. კაზინოში ყოფილ ხარ? გითამაშია? 5 წელი თამაშობდი კაზინოში. 5 წელი დღე და ღამე. ასამ. და მოვიწამლე ამ სენით, ამ უცუდესი დაავადებით ლას-ვეგასში. აი რაღაც სასწაული ისტორია იყო. მოგვიყევი. $1 ჩავაგდე და ჩამოყარა. და მორჩა.
აი იქ დავავადდი ამ დაავადებით. ჩამოვედი თბილისში გავაგრძელე, ესე იგი რეპეტიციაზე დავდიოდი მხოლოდ და სტუდიის რეპეტიციას. დანარჩენი ვიყავი სუკაზინოში. მე მაქვს ერთი ჩვევა, რომ ყველაფერში ცუდში ვეძებ კარგს. ძალიან ცუდშიც ვეძებ კარგს და იქიდანაც გამომაქვს ძალიან ბევრი კარგი. იმიტომ რომ გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი და ეს არის სივრცე, სადაც ადამიანი შიშულდება აბსოლუტურად, ვერ თამაშობს. და ეს არის სივრცე, სადაც აი შეგიძლია აბსოლუტური ნიღბების გარეშე ამოიცნო, ამოიკითხო, გაიცნო ადამიანები. აი მთელი პალიტრა ხასიათების. ძალიან საინტერესო იყო ეს 5 წელი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეკლესიის და რწმენის ძალით მე სენი დავძლიე. წაგიგია ბევრი? იქ რო ხარ უკვე წაგებული ხარ. წაგებული გაქვს დრო, ნერვები, შენი პირადი ცხოვრება. წაგებული გაქვს ყველაფერი. იქ დრო ჩერდება, კი არა და ისე გარბის, რომ ვერც ხვდები. არცაც საათი არ არის, არცაც ფანჯარა არ არის, ვერ გაიგებ დღეა თუ ღამეა. სულ დაძაბული, სულ ნერვებზე უძილო ღამეები, კატასტროფაა მოკლედ. ერთადერთი რაც ჩემი გამოცდილებიდან მინდა ვურჩიო, ყველას არც კი შეხვიდეთ. იმიტომ რომ არავინ არ არის დაზღვეული ამისგან. თან მაშინ 90-იანები იყო და ყველაფერი შავბნელი. არსად არაფერი არ გასართობი არ იყო. არაფერი, ყავა, სვეცკაობა, ოძელა მაშინ ცოცხალი იყო. უკრავდა, ყველა იქ მღეროდა, ყველა ვარსკვლავი და ნუ აი ტუსოვკა იყო რა, ძალიან საინტერესო და ასე ვატარებდით დროს, მაგრამ ამ დროს გატარებაში და ამ სიამტკბილობაში 5 წლის ცხოვრება ამოიშანთლა ჩემი ცხოვრებიდან და მიყვა ნერვები, ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა. და ამიტომ ყველას ძალიან გთხოვთ, მით უმეტეს ახალთაობას, არც კი ეთამაშოთ ცეცხლს, არც კი შეხვიდეთ. მაგრამ ეხლა უკვე ეს კაზინოების სახში, ლეპტოპების სახით შემოვიდა, ისე რომ განსხვავება დიდი აღარ არის და ძალიან გთხოვთ, არ გააკეთოთ ეს. არ არსებობს. ძალიან ცუდია. და ძალიან რთულია მე ამ დაავადებიდან გამოსვლა. კი, ძალიან. ურთულესია. ტრეპანაციაც კი არ შველის. მარტო ღმერთი. კი, გეთანხმები. ძალიან რთულია. თეა ისეთი გარეგნობა გქონდა და ეხლაც ისეთი გარეგნობა გაქვს. უამრავი ჭორი დადიოდა შენზე პირად ცხოვრებაზე. აი, რას მეტყვი, რამ გატკინა ყველაზე მეტად გული? ან ზოგადად გვეტყვი რამეს ამაზე? ჯერ ესეთი ვიტყვი იმას, რომ არასოდეს არ მომწონდა ჩემი თავი და არც ახლა არ მომწონს. არა, მაგაში ვერ მე ჩემსას დაგეთანხმები. გეუბნები და არა, ჩვეულებრივი გარეგნობის ადამიანი ხარ. პირადზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, იმიტომ რომ პირადი არის პირადი. გეტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვი, ძალიან ბევრი არასწორი ნაბიჯი გადავდგი. ძალიან ბევრი მიზეზი მივეცი ხალხს ალაპარაკო და რა თქმა უნდა. სალაპარაკო თემას რა გამოლევს და მით უმეტეს ჩემი ხასიათის და ტემპერამენტის და აი ტემპორიტმის და ეს არის შენი შარმი. არ ვიცი რა ქვია ამას, მაგრამ ეს არის ეს კიდე მეორე კაზინოა, რომელშიც ან გაგიმართლებს ან არა, ან გამოძვრები ან არა, ან გადარჩები ან არა და ისე რომ ესეც კატეგორულად აკრძალულია ცეცხლთან თამაში ამ თემაშიც კი. მადლობა ღმერთს ამისთვისაც, რომ მაგრამ რაზეც ვთქვი, რომ ამას აღარ ვიზავ, ის უარეს ვერსიაში გავაკეთე, ამიტომ ამისგანაც თავს შევიკავებ, იმიტომ რომ ეშმაკს ესმის სიტყვა და ღმერთს გული. რაც ამოგვარდება პირიდან, იმას ეშმაკი ფანტასტიკურად იყენებს სათავისოდ, რომ შენ დაგიშაოს. წარეთ. ამიტომ ფრთხილად ვიყოთ, ფრთხილად. თეაი ძალიან ძლიერი ქალი ჩანხარ, ჩანხარ, მაგრამ ეს ერთგვარი ნიღაბია. ნიღაბია და ზუსტად ვიცი, რომ მაგის იქით
რაღაც აი ისეთი გაქვს სულ გინდა რომ გეფერონ რატომაც არა ხო და აი ეს ძლიერი ქალი და თანასწორ უფლებიანი მამაკაცთან ეს თქვათ კარგია მაგრამ სიძლიერე გამორიცხავს პრინცესობას რომელიც აბსოლუტურად ყველას გვინდა აი ამაზე მაინტერესებს შენი აზრი სამწუხაროდ მე ვერ აღმოჩნდი ქალი ისეთი ქალი აღმოჩნდი იმიტომ რომ ეს მოიტანა ჩემმა ცხოვრება კი ამ დროს ძალიან ბევრი სისუსტე გექნება სისუსტეების მეტი რა მაქვს უბრალოდ რაც უფრო ძლიერად გაჩვენებს ქალი თავს მით უფრო გულჩათხრობილი და მით უფრო წარეთ ტკივა უფრო ადვილია მისი გულის ტკენა მაგრამ არ იმჩნევს მე არ ვიმჩნევ იმიტომ რომ კი 15 წლის ვიყავი ანსამბლში რომ მივედი და პირველი რაც ვისწავლე ნინო რამიშვილისგან ის რომ ცრემლი არ დამანახოთ აი ორგანულად არ შეეძლო ცრემლები და უწიპუწები სცენამ არ იცის ცრემლი სცენას ცრემლის არ სჯერა უნდა ეხლა ჩემოსწავლეებსაც მაგას ზოგი არის რომ შენიშვნას ვერ იღებს იმიტომ რომ სახში სუეფერებაში და ისე არიან გაზრდილები და შენიშვნას რომ მივცემ ის კი არა რომ დავამცირე ან დავაბულინგე უბრალოდ აი არ არის მიჩვეული არ არის სუფერებას არის მიჩვეული და შენიშვნა არ არის ფერება შენიშვნა არის შენიშვნა რომელსაც ბევრი ვერ იღებს ბევრის დასრული ადამიანი ვიცი რომ შენიშვნას არ იღებს და კარგავ კი უბრალოდ კარგავ იმიტომ რომ აი დიდი გოგოებიც ჩემთან სტუდიაში ბევრს შენიშვნის მიღების უნარი არ აქვს პირად შეურაცხყოფად იღებს ამ დროს ეს არ არის შეურაცხყოფა ეს არის საქმის მიმართ გაკეთებული შენიშვნა რომელიც შეუნა მიიღო ისე როგორც საქმეს ესე სჭირდება შენივე სიკეთისთვის შენივე გაზრდისთვის და ამიტომ ძლიერი ქალი ნიშნავს ძალიან გულჩვილ ქალს პრინცესობა გერჩივნა არა ალბათ რომ იცი რა ალბათ ადამიანს აქვს ის რაც ურჩევნია რომ კონდეს პრინციპში თავისუფალი არჩევანია ყველა ადამიანს ხო არიან გოგოები რომლებსაც აი ეს რაღაცა დედოფლის როლი მოსწონთ მე ამას ვერ გადავიტანდი მე ჩემი თავისუფლება მერჩევნია თავისი ტკივილებით თან მერწყული ვარ და ჩემთვის თავისუფლება არის ნუ აი ჰაერი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამ აი ზუსტად მაგიტომაც ვარ გუჯას მეუღლე რომ გუჯამ მაჩუქა აბსოლუტური თავისუფლება და ეს რამხელა რაღაცა ეს არის თავგანწირვა ეს არის თავგანწირვა პირდაპირი გაგებით და აბსოლუტური თავგანწირვა იმ ადამიანის მიმართ ვინც გიყვარს და სიყვარულიც ეგ არის თავგანწირვა შენი თავის გადახაზვა ბოლომდე გასაგებია წეღან ახსენე შენიშვნა და რეპეტიციები ცოტა ხნის წინ საზოგადოების განხილვის თემა გახდა ერთ-ერთი ინციდენტი რომელიც ინციდენტი არ იყო რაღაც კი მაგას რიგითი რეპეტიცია მე ხო ვიცი რა ცოცხალი რეპეტიციები გაქვს რომ არ კეკლუცობ კამერებთან იგიღებენ არ გიღებენ არ გაინტერესებს ჩვეულებრივი ცოცხალი რეპეტიცია იყო სადაც ჩვეულებრივად აძლევ ბავშვებს შენიშვნებს ხან ეფერები ხან შენიშვნას აძლევ და ასე შემდეგ ამის გამო შენ დაგაბულინგეს მე დამაბულინგე ზუსტად კი მე დამაბულინგე აი ეგ მინდა რომ გავშალოთ კი რომ აი მინდა რომ გაიგონ ადამიანებმა რომ ეს შეიძლება მეც არ მომეწონოს თქვათ Facebook-ზე დადებული ჩემი შვილის შენიშვნა ეგ გავიგეთ კი ბატონო გეთახმებით მაგრამ ადამიანი უნდა ათვისცნობიერებდეს იმას რომ ეს არის გაკვეთილი ხო
იცი რა არის? აი, შენ ხო იცი რომ მაინტერესებს. ყველა რეპეტიცია ღია არის კი, ყველასთვის. და ყველასთვის. ყველა რეპეტიციაზე ფაქტიურად კონცერტია, იმიტომ რომ ყველას ვისაც უნდა მშობელი შემოვა და ესწრება, კი ყველას ბატონო. მშობელი სულაც ქუჩიდან შემოსული ადამიანი შეუძლია დაჭდეს დასამალი. არაფერი არ მაქვს. თან შენ. არ მაქვს და მე ვთვლი რომ აი ეს ჩემ ბავშვობაში რაც იყო რომ გასაღების ჭუჭრუტანაც კი ამოვსებული იყო რომ მშობელს არ შეეხედა შიგნით რა ხდებოდა ეს არასწორია კი, გეთახმები. არასწორია თუ რაღაცა გაქვს დასამალი უკვე არასწორია მაგრამ არის ინდივიდუალური რომ ბევრ ქორეოგრაფს ურჩევნია რომ პირდაპირ შედეგი აჩვენოს მაყურებელს ვიდრე კეთების პროცესი. რადგან მე პროცესი უფრო ყოველთვის მიყვარდა, მე თვითონ როგორც მოცეკვავეს, აი ვიკვებებოდი ცეკვის დადგმის პროცესით. ამაზე ბედნიერი არასდროს არ ყოფ. თვითონ შექმნილით კი არ ვიყავი მონუსხული, აი ქმნადობის პროცესით ვიყავი მონუსხული. და კულისებს მიღმა რა ხდებოდა ის უფრო საინტერესოა რა თქმა უნდა. ჩემთვის ვიდრე სცენაზე რა გამოდის. ნუ ეს ისედაც გასაგებია დავარცხნილი რა გამოდის სცენაზე. ამიტომ მე ყველა რეპეტიციაზე აბსოლუტურად 36 წლის განმავლობაში დღეში 4-ვე რეპეტიციაზე ნებისმიერი ადამიანი ვისაც უნდა მისის და უყურებს ჩვეულებრივად იმ სამზარეულოს რაც მაქვს. ამიტომ არც მიფიქრი ამ ვიდეოს ან არ დადება ან თავის შეკავება. იმიტომ რომ ჩვეულებრივი პროცესია. მე ბავშვებს შენ როგორც თქვი, ცეკვის მიღმა ბევრ რამეს სხვასაც ვასწავლე. ძალიან აი ბევრ თუ გინდი რამეს იმას რომ ასწავლე. არ შეიძლება ნახევრის არაფრის კეთება. და კიდე ძალიან დიდ სიყვარულს ასწავლე. არ ვიცი, ეს უკვე თქვენი კი, განსასჯელია ჩემი მოსწავლეების. და სიყვარული მოდის შრომიდან. თუ არის შრომი, ხა ბავშვი შეიძლება გააჩინო და გააშვილო და ღმერთმა დაიფაროს ყველა ჯვარისწერია ყველას და არც გახსოვს რომ შვილი ყავს, ხო? გაჩენა კი არ არის მთავარი. მთავარი აი რა შრომას და ამას ჩადებ შენ შვილში. შეიძლება აიყვანო და აყვანილი ბავშვი უფრო გიყვარდეს, ვიდრე საკუთარი ღვიძლი, ხო? კი, რა თქმა უნდა. ეს ის მომენტია, რომ ვიზეც ჩემ ამაგი შვილებში გაქვს. არ მაქვს იმდენი ამაგი შრომა, ნერვები და ენერგია ჩადებული საკუთარ კი, შვილებში. გეთახმები. რამდენიც ჩემ მოსწავლეებში. კი. და მე ჩემი საკუთარი შვილებივით ვექცევი ჩემ ბავშვებს. და ჩემ გოგოებს კი. საკუთარი შვილებივით გექცევით, რაც არ უნდა პლუს 60 იყოთ თუ რაც არ უნდა იყოთ. იმიტომ რომ მე გზრდი ამ სფეროში, ხო? რა მნიშვნელობა აქვს რაში გზრდი? გზრდი და ეს არის ძალიან რთული პროცესი. რომ მოგეფერები მხოლოდ მაშინ, როცა ამ ოფერებას დაიმსახურებ, შრომით, მონდომებით და არა ნიჭით და გენიალურობით. ეგ არ მაინტერესებს. აი შენი შესაძლებლობის მაქსიმუმს რო ვიგრძნობ და დავინახავ, აი მაშინ ცამდე აგიყვან. ცამდე, იმიტომ რომ მე ხო ვიცი შენ ამაში რამხელა სიყვარული და მონდომება და ემოცია ჩადე. ცეკვა ხო ემოცია, ხელოვნება ემოცია. ემოციის გარეშე არ არსებობს ხელოვნება. და იქ სადაც ბავშვს რომელსაც არ ვიცი ცამდე ვაქებ წინა რეპეტიციაზე, იმიტომ რომ დიდი ენერგია, მონდომება, სიყვარული და მობილიზაცია მაჩვენა. მეორე დღეს ვხედავ რომ ჩაფუშულია და არ მომწონხარ მე ვთქვა. არ უნდა უთხრა? როცა გუშინ ფანტასტიკა იყავი. დღეს მოდუნდი, ესე იგი ქება გაწყენს. ესე იგი მე უნდა ვიფიქრო იმაზე, რომ შენ აღარ შეგაქო, იმიტომ რომ მომიდუნდი? თუ ცუდად ხარ. ხო უნდა გამოვიკვლიო, რატო არ მომწონხარ დღეს? თუ უნდა გავატარო, ნუ არ მომწონს, ნუ მომწონს. არ შემიძლია მის გატარება. თუ არ მომწონს, უნდა გამოვიკვლიო, რატო არ მომწონს. უნდა ამიხსნა, ცუდად ხარ? გტკივარ ამე, ქშია, წყურია? და მაშინ რატო არ ცეკვა? ისე როგორც შენ შეგიძლია. იმიტომ რომ ყოველდღიურ რუტინაში თუ არ მუშაობ 200%-ით, შედეგს ვერ დადებ. გეთახმები. ნახევარი გაკეთებული საქმე შედეგს არ იძლება არსად არაფერში. და მე განვიცდი ამას.
იგივე გოგოს მშობელი დედაც ეკავს იმავე ჯგუფში და მეუღლე ყველა რეპეტიციაზე ზის როგორ გონიათ კიდე დადის ის ბავშვი ხო რა თქმა დადის კი არა კონცერტებიც იცეკვეს და რა ვიცი მადლობების მეტი მე ამ ოჯახიდან სიყვარულის მეტი არაფერი არ მიგძვნია მაშინაც და მერეც და ეხლაც იმიტომ რომ ზუსტად იცის მამამისმაც დედამისმაც რომელიც იმავე აიხთინა ოცნება მთელი ცხოვრების და სცენაზე დგას და ცეკვავს საკუთარ შვილთან ერთად და აღმოჩნდა რომ ბავშვი არ იყო კარგად სიცხე ქონდა თუ რაღაც ვამბობ კიდეც ამას კი ამბობ ხო და იცი რა არის თუ გინდა რომ ცუდი დაინახო და მოგეკო ყველაფერში შეგიძლია მოგეკო ცუდი და ყველაფერში შეგიძლია ცუდი ფორმა მისცე კი ამას რა პრობლემაა არანაირი პრობლემა არ არის და ეს ბეჭდები რასაც ვარტყავ ბავშვებს ეს არის თედას ეს რაღაცა ახალია 10-იან ხო ეს არის თედასის 10-იანები ხო 10-იანზე დაბალ ნიშანს არ ვწერ და ესეთი თედასის ლოგო იხატება და გიჟდებიან ამ ლოგოებზე ბავშვები ესე ერტყმება ხმა კი აქვს ისეთი რომ გეგონება მაგრამ თუ აი მორბიან და მეხვეწებიან თემაზათიან და მიტყვიან და მიტყვი და მე სახში მიდიან და ამას ხელს არ იბანენ რომ აი 10-იანი მოტივაცია ჭირდება ბავშვს აბა ჭირდება ეს ფეჩატებს კი არ ვარტყავდა რაღაც ბეჭდებს კი არ ვარტყავდა კი არ ვნომრავ ბავშვებს უბრალოდ ჟურნალში 5-იანებს და 10-იანებს არ ვწერ აი აქ ვასვა ყოველი ნაცეკვის მერე ყველა ეს რამხელა მოტივაციაა ყველა ცეკვაში ხო აბა თეს პატარა ოსკარების თოჯინები ხო გახსოვს? ხო, ეგ კიდე ცალკე. ნუ რაღაცებს ვიგონებ, რომ ბავშვს მოტივაცია ქონდეს. ამ ხელა ქალები ვართ მე და შენ და დღემდე გვჭირდება მოტივაცია, ხო, რომ ლოგინდა ნავდგეთ და რა თქმა უნდა. მედიტები ვიყოთ. რა თქმა უნდა. და რა ვიცი, აბა, თუ ლანძღვა უნდათ, ყველა ვარიანტი იპოვიან სალანძღავს და რა ძალა ადგიათ, ნუ განუკითხავ, რო არ განიკითხო. ხო მართლმადიდებლები არიან ისინიც, ვინც მე მლანძღავს. და საერთაშორისო ძალიან საშიშია ეს მომენტი, იმიტომ რომ რაშიც განიკითხავს ხვას, ზუსტად იგივე გემართება მე შენ და თხილად ვიყო რა. ეგ საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ხო და რა თქინდა. საკუთარი არ ყოფნის, რომ კიდე სხვისი ავიკიდოთ. გეთანხმები. დია, ჩვენი არაჩვეულებრივი მარიამი. ხო. წამოვიდა სუხიამაყი. ხო. აი მართლაც სიამაყე და მარტო დედასი არა, საქართველოს სიამაყე. ჯერ დედასი. მერე სუხიშვილებისი და მერე საქართველოს. მადლობა ღმერთს ნამდვილად. აი თამამად შემიძლია ვთქვა რომ ეგრეა. საოცარი ადამიანი და საოცარი გოგოა. წამოვიდა სუხიშვილებიდან დატოვა დიდი სცენა. აი რამ გადააწყვეტინა. ესეთი აი ნაბიჯი. ნახე, მე ხო ცუდი დედა ვარ. ანუ ისეთი ყურადღებიანი დედიკო არ ვარ რა, როგორც ეს მიიყვანეს სკოლაში წამოიყვანე პედაგოგებთან იქ არ შემიძლია. ჩემთვის ისეთი სტრესი იყო დედაჩემს რომ სკოლაში დაიბარებდნენ და მამაჩემს რომ ამისგან ბავშვები დავიცავი, სრული თავისუფლება მივეცი. ფინალში თქვენ აგებთ პასუხს ვეუბნები. ისწავლით თქვენთვის კარგი არის. ის რომ გაკონტროლოთ მეც არ შემიძლია, იმიტომ რომ მე თვითონ ზამწარეთ განვიცდიდი ამას ყველაფერს, ჩემთვის დიდი სტრესი იყო. დედა შენი და მამა შენი მოვლენ სკოლაში. აი ეს იყო ჩემთვის ტრაგედია. და აი ამიტომ ჩემშვილებს ერთადერთი ვეუბნები მოგწონ სკოლა იყავი. თუ მოგწონს ესე იგი კიდევ უნდა ისწავლო. მარიამს ერთი 8 სკოლა გამოვაცვლევინე, იმიტომ რომ დედიკო აღარ მომწონს ეს სკოლა. კი ბატონო არ მოგწონს გადაგიყვან სხვაში. კიდე სხვაში გადაივა, კიდე სხვაში. აი ცუდი დედა ვარ ქართული გაგებით. ქართული გაგებით, თორე ისი არა ძალიან მაგრამ კარგი დედა ვარ, იცი რა გაგებით, რომ ზუსტად იციან ჩემმა შვილებმა როგორ არ უნდა მოიქცნენ. კი. გეთანხმები. მე ვარ ცოცხალი მაგალითი ჩემი შვილებისთვის, როგორი არ უნდა იყო. აი მე რა საყვარელი ხარ. რომ გადაახტე ბევრ ტკივილს, ბევრ განსჯას, ბევრ კრიტიკას, ბევრ ლანძღვას, ბევრ გინებას. მაგრამ ამავდროულად აღმოჩნდა, რომ გადასარევი მოკლე გზებით ვატარე ჩემი შვილები. ჩემივე მაგალითით, ჩიჩინით კი არა. ჩემი განვლილი ცხოვრების მაგალითით ჩემმა შვილებმა იციან რა არის კარგი. იმიტომ რომ ცუდი რა არის იციან. ხვდები? და მარიამი მეუბნება, დედა, ერთი ახალი ამბავი უნდა გითხრა, ოღონდ არც კი გაიფიქრო, რომ აზრი შემიცვალო. იმიტომ რომ იცოდა რაც დამემართებოდა.
მარიამ იყო ჩემი ბოლო ძაფი დაგმაკავშირებელი სუხიშვილებთან. ბოლო აბრეშუმის ძაფი დამაკავშირებელი ამ სიყვარულთან, რომელიც აი მთელი ცხოვრების სიყვარულად მომდგავს. და აი ამით ვცხოვრობდი, რა ხდება ახალი რა, სად მიდიხართ, როგორი იყო, რანაირი, მოკლედ აი მისი იყოფნით მე ვიხანგრძლივებდი და ივსებდი იმ ხო, იმ დანაკლის, საშინელ მწარე დანაკლის, რომლის აღწერაც სიტყვებით შეუძლებელი. და მეუბნება, რომ მე მოვდივარ ანსამბლიდანო და აი მე ხირო დაგეცემა. აი მე ხირო დაგეცემა. მიწარო გამოგეცლება ფეხქვეშ. ლახვარი გულში, აი ყველაფერი ერთად დამემართდა. რატო, რო ვეკითხები? შენ შვილებს მამა მაინც ყავდათ, სულ გვერდშია. ჩემსას მამაც არ ყავს გვერდში, 24 საათი მუშაობს. მე 24 საათი მოგზაურობაში და რეპეტიციაზე და ძიძარო ჩემზე მეტად უყვარდეს ჩემ შვილს, მე ამას ვერ გადავიტანო. და რომ მოვკეტე და მოვკეტე. არაფერი აღარ გითქვამს ხო? აბსოლუტურად მართალია. კი. მაგრამ აღვიარებ იმას, რომ მან შეძლო ის, რასაც მე არ გააკეთებდი. არც ვერც და აზრათაც ვერ გავივლებდი. ამიტომ ქედს ვიხრი მის წინაშე. ქედს ვიხრი საკუთარი შვილის გადაწყვეტილების წინაშე. და რამხელა მსხვერპლი გაიღო მარიამმა თავისი შვილის გულისთვის. აი ძალიან დიდი მსხვერპლი. მადლობა ნიანო სუხიშვილს, მადლობა ილიკო სუხიშვილს. როგორია რამდენი ჩადეს მასში. კი. რამდენი და როგორ მიიღეს. ლაღად მიიღეს, იმიტომ რომ სწორი ადამიანები არიან. ხო, ეგ ძალიან ზუსტად ესმით ყველაფერი. სწორად მიიღეს, გაიგეს, გაუგეს, მდგომარეობაში შევიდნენ. ის კი არა რომ ჩვენ აი ისა და ეხლა მიდიხარ, არა. ხო. გზა დაულოცეს, ახალი გზები დაულოცეს, ჩაეხუტნენ, მოეფერეს, ანუგეშეს. და რა ვიცი, მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის, უღრმესი მადლობა, აი უღრმესი მადლობა ორივე სამისთვის და ყველა გოგოს, ვინც მარიამის კოლეგა იყო, არის და იქნება და რომლებიც დღემდე გვერდში ყავს და არც ერთი არ ივიწყებს მას და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. მადლობა. თეა, ეკოსოფელზე მინდა გითხრა. ჩემი ტკივილი, ჩემი აუხდენელი ოცნება. ვიცი რომ გაქვს მიწა, სადაც გინდა რომ რაღაც საოცრე. ეხლა დაპაუზებული მაქვს ეს ოცნება, იმიტომ რომ რატო? ფინანსების გამო? $1,000,000 მჭირდება. რამხელა საქმეს აკეთებ, რამხელა საქმე უნდა გააკეთო. ეს როგორი სამომავლო გეგმა ყოფილა, იცი? 5 წელი გავიდა, ხო? კი. 5 წელი გავიდა, რაც ეს პროექტი უკვე არის დამტკიცებულია და მშენებლობის უფლებით და აბა შენიცი და დაიწყე და რითი. მე მეორედ დაფინანსებას ბანკისვალს ვეღარ ავიღებ. ხო, ვიცი რომ სტუდიის გამო შენ მე ვეღარ ავიღებ მეორედ ამ ხელავალს და კაცმა არ იცის, ხვალ რამელი შეიძლება გადაუბრუნდე და გარდავიცვალო და შვილებს მე ამ ხელავალს ვერ დაუტოვებ. მე ამას ვეღარ გავრისკა, იმიტომ რომ არ ვიცი. აღარა ვარ პატარა და ამ ხელა რისკზე ვეღარ წავალ. იცი რა, დაფინანსებას ვერ მოიპოვებ. ეს ხო იცი მარტო შენი საქმე არ არის, ეს არის რა გზებით მოიპოვება დღევანდელ რეალობაში. მე არ შემიძლია ეს. თუ ვინმე ამ პროექტს დაინახავს და სწორად დაინახავს, რომ მომავალი არის ჩვენი მიწასთან, რომ მიწასთან ურთიერთობა თუ არ ვიცით ვერ გადავჭები. ეს საჯაროდ გისაუბრია ამ პროექტზე თეა? კი, მაგრამ როგორც აი მოკლედ მჭირდება ადამიანი, რომელიც აი რას უნდა ვიცი, თემურ უგულავას რო არ უთხარი თავის დროზე, არ ვიცნობდი მაგ ადამიანს. არ ვიცნობდი უბრალოდ, რომ გარდაიცვალა, რომ აუცილებლად დააფინანსებდა, იმიტომ რომ ზუსტად ეგ ადამიანი დაინახავდა იმას, რა ხედვაც მე მაქვს და ლაღად დამიდგებოდა გვერდში. მე ეს ადამიანი გავიცანი რო გარდაიცვალა მერე. აი თემურ უგულავას სიკვდილმა გამაცნო თემურ უგულავა. მანამდე არ ვიცნობდი. როცა ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. ხო და აი
მიცვალებულის რო შეგშურდება ხო ხდები რომ სასწაული პიროვნება ყოფილა და ძალიანთან უფრო არ ვიცნობდი არა და მისი მეუღლე ჩემს სახში გაიზარდა მარიამის უახლოესი მეგობარია ხო და იოლი იქნებოდა მასთან ურთიერთობა ჩემთვის მაგრამ აი სამწუხაროდ ვერა ეს მომენტი ვერ გამოვიყენე ბავშვების სასიკეთოდ და მომავლისთვის რა თქმა უნდა მაგრამ არა უშავს გამოჩნდებიან აუცილებლად გამოჩნდება რომლებიც ადამიანები ვინც დაინტერესდება აი ნოეს კიდობანის ფორმა გზეთხეთში ამ ჩემს პროექტს სადაც ბავშვებს თავიანთი ოთახები ექნებათ თავიანთი ბოსტნები თავიანთი ოთახების მიწასთან ურთიერთობა ეს როგორი მნიშვნელოვანია რასაც მოიყვანენ იმისგან რომ საჭმელს გააკეთებენ და ანუ ეს ხო მთლიანი ჯაჭვია რა თქმა უნდა თესლის მიწაში ჩაგდება მისი გაზრდა ეს ლოლიავი მზრუნველობა თან ცეკვა თან მზის აბაზანები თან ბასეინი თან მუსიკა თან ურთიერთობა თან იმ საზოგადოებასთან ურთიერთობა რომლებიც ჩემი ბავშვობა და ჩემი გარემოა უნიჭიერესი უმაგრესი ადამიანები რომლებიც კვირეულებს ჩაატარებდნენ ბავშვებთან ცოცხალი ურთიერთობით, ეს ცოცხალი კომუნიკაციით და არა გაჯეტებით და ტელეფონებით, ურთიერთობა ვერბალური, რა ვიცი, გაზიარება გამოცდილებების, სიყვარულის, ცეკვით, მზით, იქ სამი სოფელი ალტოლვილების იმ ბავშვების მოზიდვით, სასყიდლოთ მათი აცეკვებით, გაბედნიერებით, ჩემ ბავშვებთან შერწყმით, იქ ბარით თოხით, გასვლა ყანაში, თოხნა, მოყვანა სხვადასხვა კულტურების, იქ სოფელთან ურთიერთობა, იქ მონასტრები, ერთი მამათა მონასტერი, მეოთხე საუკუნის წმინდა გიორგის, მეორე წილკნის დედათა მონასტრის, თავისი სიწმინდეებით, თავისი მწუხრზე სიარულით, აღსარებით, მზიარებით, რა ვიცი, აი, რაც ცხოვრებაში ფასეული ვიპოვე მე თვითონ. აი ამის ყველაფრის ბავშვებში მინდოდა და საერთოდ გადაწყვეტები აბა რას ვიზავ ამას დაუტოვებ იოანას ან ჩემრძალს ელიჩკას ფანტასტიკურად შეძლებს რომ აქ ამუშაოს თბილისში სტუდია იმიტომ რომ ჩემი კოპიოა ორივე ელიჩკა ძალიან საყვარელი მარიამი თუ როდესმე მოინდომებს მაგრამ ეჭვი მეპარება ჯერჯერობით კატეგორიულ უარზეა პედაგოგიურ მოღვაწეობაზე არც კი მელაპარაკო, ყველას ეგონა რომ ალბათ ეხლა გვერდში ამოგიდგება. არც კი გაიაზრო, ეგო მარიამა მითხრა. პრიორიტეტები დაალაგა მარიამ. ხო, ოჯახი და შვილი პირველ რიგში, იმიტომ რომ რაც მე მოვაკელი მარიამს, ის უნდა რომ ასმაგად საკუთარ შვილში ჩადოს და ფანტასტიკურად ახერხებს ამას. თავისი ტრამვები არ უნდა რომ შვილმაც განიცადოს. რა ვქნა, მე ესე გამომივიდა და ღმერთით ხო გეუბნები ჩემი გამოცდილებიდან ჩემი შვილები ბევრად უკეთესები იქნებიან ვიდრე მე და მეტი დედას რა უნდა საოცარი შვილი ყავს 4-ვე აი 4-ვე საოცარი ადამიანი კი მადლობა ღმერთს თეა ბოლო კითხვა ჩემს ყველა სტუმართან ასეთი მაქვს ნებისმიერ საკითხზე თუნდაც ეს ჩვენი გადაცემის არანაირ ფორმატში არ ჩდებოდეს და გინდა რომ ჩვენ მსმენელმა გაიგოს და მიიტანო ჩვენ მსმენელამდე შეგიძლია რომ მიმართო. ნებისმიერი თემა არ აქვს მნიშვნელობა. მოდი მაშინ ვიტყვი იმას რაც ყველაზე მაგრამ მტკივა უკვე მესამე წელია. გავრილოვის ამბებიდან დაწყებული. საქართველო არ გარუსდება. ვერ გარუსდება. აღარ გარუსდება. რუსეთი არის ოკუპანტი. კი, გეთანხმები, რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთი არის ოკუპანტი და ოკუპანტ ქვეყანასთან დალაგება არ გამოვა. იმიტომ რომ გამოუსწორებელი ერია. მაპატიოს ყველა, მაგრამ არც ერთ მორწმუნედ არ ვთვლი მე მაგ ხალხს. არ შეიძლება ესეთი ბოროტება ჩაიდინოს ერთ მორწმუნე ადამიანებმა. არ შეიძლება. თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს.
უდანაშაულ ადამიანებს, ქალებს, ბავშვებს, რომლებიც დაკაცდნენ უკვე ციხეებში. სამართალი საქართველოს, სამართლიანი სასამართლო საქართველოს. მშვიდობა, ღვთისწყალობა და ბედნიერება და უპირობო ერთმანეთის სიყვარული ქართველებს. ეგ ყველაზე მთავარი. იმიტომ რომ ჩვენ რო ერთმანეთის სამშობლოს სიყვარული და შეგვიძლია, ერთმანეთის სიყვარული. ჩვენ თუ ერთმანეთს ვერ შეიყვარებ, ვერც სამშობლოს ვერ შეიყვარებ და გეთახმები. ვით უმეტეს ვერც ღმერთს ვერ შეიყვარებ. გამორიცხული. თუ ადამიანი არ გიყვარს, ღმერთს ვერ შეიყვარებ. ეს არის გამორიცხული. თუ შენი მსგავსი სიყვარულის ნიჭი არ აქვს, ზე ადამიანს ვერ შეიყვარებ, ქრისტეს ვერ შეიყვარებ. არ მჯერა მე მაგ სიყვარულის. გეთახმები. უპირობო სიყვარული ერთმანეთის ქართველებს ძალიან გვჭირდება. ჩვენ რო ერთმანეთი გვიყვარდეს, ვერავინ ვერ მოგვერევა სამყაროში. ვერავინ. და ღმერთმა ქნას რომ ასე მოვიდეთ ყველა. ერთად. და მოხდეს ჩვენში ის ტრანსფორმაცია, რომელიც ძალიან გვჭირდება. იმისთვის რომ გადავრჩეთ, იმისთვის რომ მომავალი გქონდეს საერთოდ, რომ საქართველო არსებობდეს. ამინ. ამინ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თეა, ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღევანდელი ჩემი სტუმარი და კიდევ ერთხელ გადაცემის ბოლოს გეუბნები რომ ძალიან მიყვარხარ. მადლობა სიყვარულისთვის. მე ძალიან მიყვარხარ მთელი შენი ოჯახით. მადლობა. გაიხარ. თქვენ კი ვინც გვისმინეთ და გვიყურეთ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენი ემოციები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე. ეპიზოდს წარმოგიდგენთ ტურისტული კომპანია Top Travel. ჩვენ გთავაზობთ მაღალი სერვისის სტანდარტებს და თქვენი მოგზაურობის სიმშვიდის გარანტიას. ყველაფერი, რაზეც ფიქრობთ, ხორციელდება Top Travel-თან ერთად. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.